არ შემიძლია ჩემი მეზობელი ლადო სირაძე არ ვახსენო, იმიტომ რომ კი ბატონო. ამოუწურავია ამ კაცის გამონათქვამები და ზღვა იუმორი და ყოველთვის გაფაციცებით, როცა ჩავდივარ, ეხლა ყოველთვის ძვირფასია და ძვირფასად დარჩება მისი ოჯახი შემთხვევით და ამ კაცთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. ეხლა რო ვიყავი ამ ზაფხულში ასული. კოტიო, ამ სიბერეშიო 70 წელს უკაკუნებს უკვე ჩემი ლადიე. ამ სიბერეშიო ბიჭო რწმუნდებიო ბაღნები რომ წეროს მოყავსო მითხრა. თურმეო. ახლა მეთქი რა გაძლევს ამის ფიქრის საფუძველს ლადო. ბიჭო, ამ ბოლო დროს ვინც ნახეო, ქმარი არავის არ ყავს და ბაღნები ყველას ყავსო. ახლა წეროს მოყავს გონიო. და იგივე ჩემი ლადოს ამონარიდიდან ისაო რა ქვია საფულე, ჩემი საფულე კლად ხახვივითაო მითხრა. ხახვი და საფულე ვერ დავაკავშირე და რაფერაა მაგი მეთქი და რომ გავხსნიოთ სრემლები მომდის მისითო. და კიდე ერთი საინტერესო მეზობელი სოფელში გარდაიცვალა ერთი კაი კაცი რა, ხო და მოვიდა ამბავი ახლა ჩვენთან გარდაიცვალაო და ლადომ რო გეიგო. აიო, მაინფერი ჯამთელიყო, რომ არ მომკვდარიყო, კაი ხანს იქნებოდა კიდევ. ოღონდ ეს მართლა ძალიან ისე უცებ ხდება ამას, აი წამის მიასედი რო არ ფიქრებ, ჭირდება ადამიანს დაფიქრება მოკლედ და ძმაკაცი ეკითხება ძმაკას. რაიო ბიჭო, საყურის კეთებაო, რო ის დაიწყეო. რა შემაცოლვა ჩემს მანქანაში სხვისი საყურე იპოვა მეორე დღიდან მიკეთიაო. იპოვა გამოსავალი. იწყო საყურიცი არო. ამ თემას რო არ გავცდეთ. გონიო ცოლი მღალატოს. რაზე ატყო? ჯო ბათუმში გადავეც საცხოვრებლად და სანტექნიკი იგივე მოდისო. ბარემ ეს თემა მოვწუროთ. აწიო მეო. ქცოლიო უნება ქმარს. სიგარეტსო სექსის მერე მოვწევ. დაგიდებებია შენ თავი შეუვედრო ხლათო. კიდე ერთი გამახსენდა ჩემი ლადიკოს ამბიდან, მაშინ მისი მცხონებული მეუღლე ქალბატონი მარინა ცოცხალი იყო და ჩემს ლადოს უყვარს მთელი ცხოვრება, გემს სტუმარი უყვარს, მასმინძელი უყვარს და გემრიელად იცის ყველაფერი მომხენა და დილას ცოლი უძახის აცხონოს ღმერთმა მარინა. ბიჭო, ლადოიაო, სადაა არაყი რომ იყო აქ ანეო. ჭრილობა ვიმკურნალე